1831 წლის შობის მეორე დღეს ბრიტანეთის საადმირალოს ორანძიანი გემი, რომელიც ცურვისთვის ხელსაყრელ ქარს ელოდა, როგორც იქნა, ინგლისის პორტიდან გავიდა. ხომალდი გრძელ და სახიფათო გზას დაადგა. გემის მგზავრთა მისია სამხრეთ ამერიკის სანაპიროების რუკის შედგენა იყო. იმავე გემზე იმყოფებოდა ახალგაზრდა, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან მამას გამგზავრების ნებართვა ძალით გამოგლიჯა. ამ მოგზაურობის შემდეგ მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. მან დაამსხვრია დოგმა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ. ჩვენს საქმიანობათა ცენტრში მეცნიერება მოაქცია და ადამიანი, როგორც ცოცხალ არსებათა სახეობა, სამყაროში თავის ადგილზე დააბრუნა. მას ჩარლზ დარვინი ერქვა და 22 წლის იყო. ჩარლზ დარვინის დიდი მოგზაურობა. (1859) წელს ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი სახეობების წარმოშობის შესახებ, ანუ ევოლუციის თეორია, რომელმაც ქრისტიანული დოგმები გააქარწყლა. ნაშრომი გვიჩვენებს, რომ ყველა ცოცხალ არსებას საერთო წინაპარი ჰყავდა და ევოლუციის ხანგრძლივი პერიოდი გაიარა. ამ თეორიას დაეყრდნო თანამედროვე ბიოლოგია, როცა სამყაროს კონცეფცია ახლებურად განსაზღვრა. 150 წელია ნაშრომის მკითხველები აღფრთოვანებულები არიან დარვინის კრიტიკული ანალიზის დახვეწილობით და გაბედულებით, თუმცა ბწყარებს შორის კითხვაც უნდა იცოდე, რომ იმ ულმობელი ბრძოლის კვალი დაინახო, რომელიც ავტორმა საკუთარ თავს გაუმართა. დარვინის მამა გემ ბიგლით მოგზაურობაში საინტერესოს ვერაფერს ხედავდა. მიაჩნდა, რომ ასეთი მოგზაურობა დროის ფუჭად კარგვა იყო. ერთშია შვილი თეოლოგიის შესწავლას ჩაჯდომოდა და პასტორი გამოსულიყო. დედოფალ ვიქტორიას დროინდელი მსხვილი ბურჟუაზიის ოჯახებში ამ კარიერის არჩევა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. გემზე ასულ დარვინს ყურში ჯერ კიდევ მამის გაფრთხილებები ჩაესმოდა. ეგ მოგზაურობა უინტერესო წამოწყება იქნება და შენი როგორც საეკლესიო პირის სახელს შებღალავს. შვიდ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდები და პროფესიის შეცვლა მოგიწევს. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა დილეტანტის ცხოვრება ასე რადიკალურად ბიგლის კაპიტანმა რობერტ ფიცროიმ შეცვალა. კაპიტანი თავადაც საინტერესო პიროვნება გახლდათ. ფიცროიმ თავის გემზე 70 ადამიანი დათვალა. ახალგაზრდა კაპიტნისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. გამარჯობა. კაპიტანმა ფიცროიმ ბიგლით ადრეც იმოგზაურა, მაგრამ მისი პირველი მოგზაურობა მოულოდნელად შეწყდა. იმ დროს, როცა სამხრეთ ამერიკის ძალზე დაკბილული სანაპიროს რუკის შედგენაზე მუშაობდნენ, ექსპედიციის ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანმა თავში ტყვია დაიხალა. თვითმკვლელი წინამორბედის პრობლემები რომ აერიდებინა, კაპიტანს თანამგზავრი უნდა ჰყოლოდა, გარკვეული სოციალური სტატუსის და ქონების პატრონი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას თავად დაიფინანსებდა. ასეთი კაცის საპოვნელად ფიცროი კემბრიჯის უნივერსიტეტში მივიდა. სასურველი იყო ის კაცი სამღვდელოების წევრი ყოფილიყო. მალე შესაბამის წრეებში ხმა გავრცელდა და ერთ-ერთმა ახსენა ახალგაზრდა ნატურალისტი ჩარლზ დარვინი, რომელმაც სწორედ მაშინ დაამთავრა სწავლა და ანგლიკანური ეკლესიის პასტორობა უნდოდა, მაგრამ როგორც ნატურალისტს შეეძლო ერთწლიანი შვებულება აეღო. დარვინმა მამა მოგზაურობის დაფინანსებაზე ბიძის დახმარებით დაიყოლია. ბიგლით მოგზაურობა ჭაბუკისთვის საოცნებო თავგადასავალი იყო. თავად წარმოიდგინეთ, ბიგლი ყველაფერს აერთიანებდა, რაც კი შეიძლება ახალგაზრდა მისურვოს, რომანტიზმს, მოგზაურობას, ეგზოტიკური ადგილების შესწავლას.
გაუცდებით, იმ გემზე ისეთი ახალგაზრდა ხალხი იყო. 26 წლის ფიცროი გემს უკვე მეორედ კაპიტნობდა. დარვინი 22 წლის იყო. ეკიპაჟის წევრთა საშუალო ასაკი 30 წელზე ნაკლები გახლდათ. 14 წლის ბიჭებიც კი იყვნენ. ოფიციალურად ბიგლის მისია სამხრეთ ამერიკის ახალი რუკების შედგენა იყო. ფიცროიმ ხსენებულ მისიას თავისი პირადი მიზანიც დაუმატა. ამ არისტოკრატმა, რომელსაც ბრიტანელები საუკეთესოდ მიაჩნდა და იერარქიის მტკიცე რწმენა ჰქონდა, განიზრახა ახალი სამყაროს პრიმიტიულ ხალხში ქრისტიანობის ნათელი შეეტანა. ფიცროიმ ადამიანებზე არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო. 1829 წელს მან გადაწყვიტა ცეცხლოვანი მიწის რამდენიმე ახალგაზრდა მკვიდრი ინგლისში წაეყვანა. მათ იქ 2 წელი იცხოვრეს. ამასობაში ბიგლს მეორე მოგზაურობისთვის ამზადებდნენ. ფიცროიმ ახალგაზრდების სწავლა-აღზრდის ფული გადაიხადა, ხოლო მისმა მეგობრებმა ისინი საჩუქრებით აავსეს. ამდენად ახალგაზრდები ცნობილ პირებად იქცნენ. ერთი გოგო და 3 ახალგაზრდა კაცი ჩამოიყვანა. ერთ-ერთი კაცი ყვავილით მოკვდა, ამიტომ მისი მონათლა ვერ მოასწრეს. ვფიქრობ, ჩამოსვლამდე იყო ავად. დანარჩენებისთვის ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სახლში დაბრუნება უხაროდათ. ეს თავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ დაიზეპირებთ. ნაწილს მაინც. დარვინი ახარხარდა, როცა ხელახლა დაინახა ის 3 ახალგაზრდა, მათი სამოსი და სუფრის ჭურჭელი, რომელიც ლონდონელებსა და მრევლის საპატიო წევრებს რელიგიური მისიის წევრთა საცხოვრებლისთვის აუცილებლად მიაჩნდათ. ამ ექსპერიმენტით ფიცროიმ ნაწილობრივ თავისი ხასიათი გამოამჟღავნა. მას მართლა სჯეროდა, რომ პატარა ქრისტიანული თემის შექმნას შეძლებდა. ეს რწმენა მის ზნეობრივ პოზიციასა და ხასიათის სიმტკიცეს უსვამდა ხაზს. ფიცროის გეგმის განხორციელება უაღრესად ძნელი იყო. ეს მის სიბრმავეზეც მეტყველებდა. ასეთი რაღაც როგორ უნდა მოეხერხებინა. ფიცროიმ ეს არ იცოდა, მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ შეძლებდა. მოგვიანებით დარვინმა ფიცროიზე დაწერა. ჩემი ცხოვრების გზაზე არასდროს შევხვედრი ვარ კაცს, რომელიც შემეძლო ნაპოლეონად ან ნელსონად წარმომედგინა. ფიცროის ხვებზე ბევრად მაღლა იდგა. მისი როგორც თანამგზავრის ყველაზე სახასიათო თვისება ასკეტური დუმილი იყო, რაც მის მეტად ინტენსიურ აზროვნებაზე მეტყველებდა. ხასიათის ასეთი განსხვავებული ნიშნები არასდროს შემხვედრია. ბიგლი პირველი გაჩერებისკენ მიიწევდა, კერძოდ მწვანე კონცხის კუნძულებისკენ, სადაც დარვინმა ტროპიკული მცენარეები პირველად ნახა. თამარინდები, ბანანის ხეები თუ პალმები ჩემს ფეხებთან იზრდებოდნენ. მეშინოდა იმედი არ გამწროებოდა, მაგრამ სულტყუილად. ის დღე ჩემთვის დიდებული იყო, რადგან ვგავდი ბრმას, რომელსაც თვალის ჩინი აჩუქეს. ბიგლმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა. დარვინი მუშაობას შეუდგა, თავის შესაძლებლობათა გამოჩენის წყურვილს გრძნობდა. ჩარლზს ყოველთვის უყვარდა კოლექციები, ახლა კი მისი შექმნის არნახული შანსი გაუჩნდა. მაგრამ დარვინი შეგროვილ არსებათა ჩვეულებრივ აღწერას არ სჯერდებოდა. თუ ეჭვობდა, რომ რაღაც უცნობი სახეობა იპოვა, მას ჯერ კარგად შეისწავლიდა, მერე კლასიფიცირებას ცდილობდა და საბოლოოდ სპირჩიდებდა, რათა შეენახა. –19 წლის დარვინი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესწავლის დიდი შესაძლებლობები ჰქონდა. მაგრამ იმ ეპოქაში ასეთი მეცნიერებები ერთგვარ დროსტარებად მიიჩნეოდა. მაშინ ბუნებისმეტყველება მეცნიერების ცალკე დარგადაც არ ითვლებოდა. იმ მოგზაურობის დროს დარვინმა 100-ზე მეტი სახეობა აღმოაჩინა.
ნიმუშებით სავსე უამრავმა ყუთმა მალე ხომალდის გემბანი გადატვირთა. კაპიტანმა ფიცროიმ კი დარვინს დიდსულოვნად შესთავაზა, ისინი ინგლისში გაეგზავნა. კოლექციის ნაწილი დღეს ლონდონის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმში ინახება. So here we've got one of these specimens. ეს ერთ-ერთია იმ ნიმუშთაგან, რომელიც დარვინმა ბიგლით მოგზაურობის დროს შეაგროვა. ეს ეგზემპლარები უბრალოდ კი არ ინახება შუშებში, არამედ დღემდე გამოიყენება. ამ ეგზემპლართა შესასწავლად მთელი მსოფლიოს მეცნიერები საგანგებოდ ჩამოდიან აქ. ეს არის ტიპური ეგზემპლარი, რომელიც კოლექციაში შევიდა, როგორც მისი სახეობის გაცნობის საშუალება. მნიშვნელოვანია გქონდეს ასეთი ეგზემპლარები, რადგან ბუნება მრავალფეროვანია. ეგზემპლართა წყალობით თევზის 29,000 სახეობას ვიცნობთ და ახლებიც გვემატება. ასეთი კოლექცია ზოგადად იყო მნიშვნელოვანი, რადგან ყველას, ვინც სამეცნიერო სფეროში მუშაობდა, უნდა სცოდნოდა, რომელ ცოცხალ ორგანიზმთან ჰქონდა საქმე. კარლ ფონ ლინემ საფუძველი ჩაუყარა აღწერის პირველ სისტემას, რომელიც გვართა და სახეობათა სახელებს, ან მათი სახელების ლათინურ შესატყვისებს მოიცავს. დარვინმა შეძლო ამ სისტემით მუშაობა. ბუნებისმეტყველების ისტორიაში დარვინი არ გახლავთ პირველი, რომელმაც ასეთი ეგზემპლარები შეაგროვა, მაგრამ ის ამ წამოწყების მოწინავეთა შორის იყო. ახალ ცოცხალ არსებებს გამუდმებით ეძებდა და ბევრი ახალი სახეობა აღმოაჩინა. დარვინს პატარა კაბინა ჰქონდა და მისი მოზიარე ჰყავდა, ექსპედიციის კარტოგრაფი, თუმცა მაინც კარგი სამუშაო განწყობას უფევდა. მაგი და რუკების დასახატად გამოიყენებოდა. მას პირველი ექსპედიციის მხატვარი ოგასტეს ერლი მიუჯდა. დარვინი ბუნების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებით გაოცებული იყო. მან უბის წიგნაკების ასობით გვერდი ჩანაწერებით აავსო. დამოუკიდებლად მუშაობდა. მალე ოკეანეებში, ხმელეთზე თუ ჰაერში მნიშვნელოვანი ნიმუშების შეგროვება დაიწყო. ქვებსა და მინერალებსაც აგროვებდა. მოკლედ ყველაფერს. ეს საჭირო საქმიანობა იყო. ევროპელ ნატურალისტებს საშუალება ეძლეოდათ ახალი ცოდნა შეეძინათ. გაეგოთ როგორია სხვა რეგიონები და დედამიწა გამოეკულიათ. სამხრეთ ამერიკა კვლევის არეალი იყო. გერმანელები, ფრანგები თუ ინგლისელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. დარვინი რომ ჩავიდა, მათი მკვლევარები იქ იყვნენ. მას სურდა ზოგ რეგიონში სხვებზე ადრე ჩასულიყო, რადგან მკვლევარებს შორის კონკურენცია იყო. ცუდი ამინდის გამო ატლანტის ოკეანის გადაცურვას 3 კვირა მოუნდნენ. ბიგლი რიო-დე-ჟანეიროს გუანაბარის უბეში 1832 წლის 2 აპრილს შევიდა. ვიდრე ფიცროი სანაპიროს რუკებს ადგენდა, დარვინმა გამყოლი დაიქირავა და ხმელეთის წიაღის შესასწავლად წავიდა. მგზავრობის პირველ ნახევარში საშინლად გატანჯა ზღვის ავადმყოფობამ. თუმცა სწორედ ამ ავადმყოფობის გამო, იმ დროის 2/3, რომელიც ბიგლის ექსპედიციას დასჭირდა, მან ხმელეთზე გაატარა. დარვინი ერთ-ერთი უკანასკნელი მრავალდარგოვანი მკვლევარი იყო. მან გარკვეული ცოდნა გეოლოგიის სფეროშიც შეიძინა. მაგრამ ამავე დროს ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის იდეებითაც იყო გამსჭვალული. არასოდეს დავიწყებია, რომ ჰუმბოლდტი სამყაროს ცის და მიწის ისტორიას მთლიანობაში ხედავდა.
ის ამ ყველაფერს ერთ მთლიანობად აღიქვამდა და არა შემადგენელ ნაწილთა ნაკრებად. ეს ძალზე გერმანული აზროვნებაა იმ ადამიანისთვის, რომელიც ინგლისურენოვან სამყაროს ეკუთვნოდა. და მაინც ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის წაკითხვის შემდეგ შემადგენელ ნაწილთა ასეთი ერთობა დარვინს არასდროს დავიწყებია. მკვლევარმა და ბოტანიკოსმა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტმა სამხრეთ ამერიკის შესწავლა გამოკვლევა დარვინზე 30 წლით ადრე დაიწყო. ჰუმბოლდტი მე-18 საუკუნის სწავლული გახლდათ. მისი ნაშრომი მსოფლიოში იყო ცნობილი და როგორც მეცნიერმა დიდი გავლენა მოიპოვა. მან აღწერა მოწესრიგებული სამყარო, რომლის ყოველ შემადგენელ ნაწილს თავისი ადგილი ჰქონდა. დარვინი ამას სხვანაირად ხედავდა. დარვინზე დიდი გავლენა მოახდინა სურათებმა, რომლებიც მაშინ ნახა, როცა ტროპიკულ ტყეებში წასასვლელად ემზადებოდა. მან დაკვირვებით დაათვალიერა გერმანელი ხელოვანის იოჰან მორიც რუგენდასის მიერ შექმნილი უამრავი ესტამპი. რუგენდასმა ხსენებული რეგიონი დარვინზე ადრე შეისწავლა და მისი მახასიათებლები სურათებზე ასახა. დარვინის აზრით, ამ სურათებზე ნათლად ჩანდა ტროპიკული ტყის ქაოტური სისტემა. ჰუმბოლდტსა და დარვინს ტროპიკული ტყის განსხვავებული ხედვა ჰქონდათ. ჰუმბოლდტი იმ ტყეს ედემის ბაღად აღიქვამდა, ზღაპრულ და დიდებულ ბაღად. მაშინ, როცა დარვინს მთელი ყურადღება ტყის მკვდარ ნაწილებზე ჰქონდა გადატანილი, მაგალითად ხის გამომპალტანზე, მწერებზე, რომლებიც ზედ დაჰფუთფუთებდნენ, ან ცოცხალ ორგანიზმებზე, რომლებიც ტყის მკვდარ შემადგენელ ნაწილებზე იზრდებოდნენ. დარვინს ეს ხრწნისა და სიცოცხლის ციკლი აინტერესებდა. ტროპიკულ ტყეში მიღებულმა გამოცდილებამ დარვინზე ღრმა კვალი დატოვა. ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სიკვდილი და ავადმყოფობა უნივერსიტეტში ზიზღს გურიდა, უეცრად ხრწნის დიდი ინტერესი გაუჩნდა. მსგავსი ინტერესი იმ ადამიანსაც არ გაუჩნდებოდა, რომელიც ბუნებაზე დაკვირვებისას მისი ძალმომრეობის ყურებას უძლებს. დარვინს ტროპიკული ტყის ფუთფუთი იზიდავდა. აქ მწერების ათასობით სახეობა იყო თავმოყრილი. დარვინი მათ აგროვებდა და ახარისხებდა. დიდი ხნის შემდეგ დარვინს უკვე ექნება თავისი ცნობილი ფორმულა, რომელიც შეიძლება სწორედ იმ დროს იმ ტყეში ჩაისახა. ვერანაირ საზღვარს ვერ ხედავ ცოცხალ არსებათა ცვლილებების რაოდენობასა და ერთმანეთთან ან სხვებთან შეგუების იმ პროცესის სირთულეში, რომელიც მათი ცხოვრების პირობებთანაა დაკავშირებული. არსებების, რომლებიც ბუნებრივ გადარჩევას ექვემდებარებიან. ვერანაირ საზღვარს. ბუნების მეტყველი, რომელიც მოვლენათა მიზეზის ახსნას ცდილობდა, ნამდვილი ფილოსოფოსი იყო. დარვინს მიზეზები აინტერესებდა. შეგროვება და კლასიფიცირება არ აკმაყოფილებდა. უნდოდა სცოდნოდა, რატომ ჰქონდა ამა თუ იმ ორგანიზმს ისეთი გარეგნობა, როგორიც ჰქონდა და რატომ ვხვდებოდით მას ამა თუ იმ ადგილზე. რატომ იყო ერთ გარემოში მცხოვრები ზოგი ცხოველი ასეთი განსხვავებული? რატომ ჰგავდა ზოგი ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ გარემოში ბინადრობდნენ? აი ის შეუსაბამობები, რომლებიც დარვინს სამხრეთ ამერიკაში ყოფნისას აბნევდა. ტროპიკული ტყე 60 არ არის. ეს არის სამყარო, რომელშიც ბატონობს ულმობელი პაექრობა, გამუდმებული ბრძოლა სიცოცხლისთვის. დარვინს, რომლისთვისაც ბრაზილიის ტყეში გატარებული რამდენიმე კვირა შთაგონების წყაროდ იქცა, მოგვიანებით ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყო. იმ სამყაროს აღწერის გამო, რომელშიც ბუნება განუწყვეტლივ იცვლება და რომელშიც სიკვდილი, ხრწნა და განახლება, ღვთისგანგების ცნებასაც კი ყოველ წუთში სასაცილოდ იგდებს. ეს რა წიგნი დაწერა ბუნებაზე, წყეულმა ეშმაკმა, პატარა ძვირფას არამდგრად და დაუნდობელ ფურცლებზე. ილუსტრაციებად კი დაურთო იმ უხმაურო, მაგრამ ულმობელი ომის სურათები, რომლებზეც მშვიდ ტყეებში მობინადრე თუ გასანადგურებლად განწირული ყველა ცოცხალი ორგანიზმია ჩაბმული.
გემზე დაბრუნებული დარვინი რამდენიმე დღით ლოგინად ჩააგდო სიცხემ, რომლის მიზეზი უცნობი იყო. ეს დაავადება დარვინს ცხოვრების მანძილზე თანსდევდა. შეიძლება ბიგლით მოგზაურობის დროს ინფექცია შეეჭრა, ან შეიძლება რაღაც მემკვიდრეობითი სენი ჰქონდა, წითელი მჭამელი ან სხვა დაავადება. მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა მრავალი ფიზიკური მიზეზით შეიძლება აიხსნას, მაგრამ იყო სხვა ნიშნებიც, რომლებიც იმაზე მიუთითებენ, რომ შეიძლება სამუშაოსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი ჰქონოდა. ის, რაც მის თავში ხდებოდა, მის კუჭნაწლავზე აისახებოდა. დარვინს სტრესის დაძლევა უჭირდა. არც იპოქონდრია ჰქონდა, არც რაიმე წარმოსახვითი დაავადება. მის სამუშაოსთან, ანუ ცოცხალ ორგანიზმთა სახეობებთან დაკავშირებული სტრესი, ადამიანებთან ურთიერთობა, კამათები, მის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მოქმედებდა. მაგრამ დარვინის მდგომარეობა მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ევოლუციაზე წიგნი გამოაქვეყნა. კაპიტანი ფიცროი გემზე სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელი გახლდათ. თავისი სასულიერო წოდება მისთვის ძვირფასი იყო. ეკიპაჟის წევრთათვის ის წირვა-ლოცვას აღავლენდა და ბიბლიიდან ნაწყვეტებს უკითხავდა. გემ ბიგლზე ტრადიციულად ვიქცეოდი და ზოგიერთი მორალური საკითხის უდაო კრიტერიუმად ბიბლიიდან ციტატები მომყავდა. მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ადამიანები ძველ აღთქმას და სამყაროს მისეულ შეზღუდულ ხედვას იმდენად ვეყრდნობოდით, რამდენადაც ინდუსთა წმინდა წიგნს ან რომელიღაც ბარბაროსის სარწმუნოებას. (1832) წლის სექტემბერში ზღვაში გატარებული 9 თვის შემდეგ ბიგლმა არგენტინამდე მიაღწია და ღუზა ბაია ბლანკას სანაპიროსთან ჩაუშვა. 1, 2, 3, 1, 2 ხმელეთზე პირველი ექსკურსიის დროს დარვინმა პატარა ფრიალო კლდე იპოვა. მას თვალწინ გადაეშალა შესანიშნავი ნიადაგი, რომელიც გეოლოგიური კვლევების გამოცდილებასაც შესძენდა. რამდენიმე დღის შემდეგ კაპიტან ფიცროისა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრის თანხლებით კლდესთან დაბრუნებულმა არნახული აღმოჩენა გააკეთა. მან ჯერ კიდევ აკრძალულ ტერიტორიაზე წინ წაიწია. დარვინის ეპოქაში ზოგიერთი რაღაც შეიძლებოდა გცოდნოდა ან შეგესწავლა, მაგრამ ითვლებოდა, რომ დანარჩენი რაღაცები გაუგებარი, აუხსნელი იყო. მაგალითად, ღმერთი, სიცოცხლის დაწყება დედამიწაზე, არსებათა წარმოშობა და სამყაროს დასასრული. ეს აუხსნელი საკითხები უფლის ზესფეროს განეკუთვნებოდა. ვიცით, რომ ადამიანებს აქვთ სული, რადგან ამას წმინდა წერილები ამტკიცებენ. ვიცით, რომ დედამიწა შეიქმნა, იმიტომ რომ თავიდან იყო ღმერთი. და ვიცით, რომ იმავე მიზეზის გამო ბოლოს ღმერთი გაიმარჯვებს. ჩვენი ყველა ცოდნა ორ უკიდურესობას შორისაა. მაგრამ როცა ადამიანები ამ უკიდურესობებში შესვლას იწყებენ, ქმნიან იმას, რასაც მე საშიშ ცოდნას ვეძახი. უცნობ ცხოველთა ნეშტის პოვნა ახალი მოვლენა არ არის. უძველესი დროიდან ჩონჩხებით შთაგონებულ ადამიანთა ფანტაზია ქმნიდა მითიურ ცხოველებს,
ფრთებიან ცხენს, ხარისთავიან ადამიანს, დრაკონს, მაგრამ დარვინს მეცნიერული მიდგომა ჰქონდა. ჩონჩხის ნაწილები ხმელეთის სხვადასხვა ფენაში ისე იყო ჩაჭედილი, იფიქრებდი, რომ კლდე მიწიდან ამოვიდა. ეს უძველესი ყბა, რომლის ჩვენების სიამოვნებაც წილად მხვდა, პირადად დარვინმა აღმოაჩინა არგენტინაში, ბაია ბლანკაში. ნეტავ რა იფიქრა, როცა იპოვა. ახლა ამ ხელში მიჭირავს თანამედროვე ზარმაცას ყბის ნიმუში. თუ ამათ ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რა მხელა განსხვავებაა ზომებში. დარვინი ალბათ გაოგნდა. მართალია, დარვინს ანატომიაში მხოლოდ საწყისი განათლება ჰქონდა, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რა მნიშვნელოვანი იყო მისი აღმოჩენა. დიახ, მან უკვე გადაშენებული უზარმაზარი ძუძუმწოვრის გაქვავებული ნეშტი იპოვა. ეს მაკრაუხენიას ბარძაყის და წვივის ძვლებია. ესენი აშკარად ძუძუმწოვრის ფეხისაა. მას შემდეგ, რაც ევოლუციის პროცესში ძუძუმწოვრებს სახსრები გაუჩნდათ, თუ სახსრების ზომას ვხედავთ, ვხვდებით, რამდენად შეეძლო ცხოველს მუხლის მოხრა. ცხოველებს, რომლებიც ფეხზე დგანან, ასეთი სახსრები აქვთ. ეს ძუძუმწოვართა ტიპური სტრუქტურაა. ასეთი სახსრების პატრონი მართალია ჩვენთვის უჩვეულო, მაგრამ ძუძუმწოვარია. დარვინმა ძვლები ფრთხილად ჩააწყო მათთვის სპეციალურად მომზადებულ ყუთში, რომელიც რიჩარდ ოუენს გაუგზავნა ლონდონში. სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ძვლები აქ გამოგზავნა რიჩარდ ოუენთან, რომელიც დიდი ინგლისელი ბიოლოგი გახლდათ და ამ აღმოჩენის შესწავლა გამოკვლევა ნამდვილად შეეძლო. დიახ, გაუგზავნა არა ვიღაც ბიოლოგს, არამედ ცნობილ პირს და ამ დარგის დიდ სპეციალისტს. ეს ძალიან ძვირფასი მასალაა. ოუენი პარიზში სწავლობდა ჟორჟ კიუვიესთან, რომელმაც გიგანტური ნეშტების ჩონჩხთა აღდგენა დაიწყო და რომელიც ფიქრობდა, რომ დედამიწიდან ცხოველთა მთელი სახეობები გაქრა. თეოლოგთა თქმით, ცხოველთა დაღუპვა განაპირობა იმან, რომ თავიანთი დიდი ზომის გამო ნოეს კიდობანში ვერ ჩაეტივნენ. ღმერთმა ცხოველთა სახეობების შექმნა და მერე მათი დახრჩობა დაუშვა? თუ ეს ბუნებრივი პროცესი იყო? შედარებითმა ანატომიამ მეცნიერებს ამ კითხვის პასუხის ნაწილი გაანდო. შედარებითი ანატომია არის მეცნიერება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ორგანიზმის ფორმები. აქ წარმოდგენილ ჩონჩხთა სიმრავლე კი იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა ორგანიზმის აშკარად გამოკვეთილი და უნიკალური აღნაგობა დავინახოთ. ამდენად, როცა ვეშაპს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ვეშაპის ფარფლი არაფრით გავს, მაგალითად, ადამიანის მკლავს, მაგრამ როცა ამ ჩონჩხს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ბეჭის უკან ასეთი ბეჭი მეორეც აქვს და ორივეზე ერთნაირი ძვლებია, ერთსა და იმავე ადგილზე. მოკლედ, ბეჭის ძვალზე მიმაგრებულია ერთი ძვალი, აქეთ კი ორი ძვალია, სხივის ძვალი, იდაყვის ძვალი, როგორებიც წინა მხრებში გვაქვს და ბოლოს მტევანი, ისეთივე აგებულების თითებით, როგორებიც ჩვენ გვაქვს. ცხოველთა სხვადასხვა ჩონჩხის შედარება სრულიად ახალი მიდგომა იყო. ამით ადგენდნენ, რომელი რომელს ენათესავებოდა. ზოგი ცხოველის მსგავს ძვლებს ჩონჩხზე ერთნაირი მდებარეობა აქვს. კიუვიეს აზრით, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმი ორგანოებით და კიდურებით ერთმანეთს ენათესავება.
არსებობდა თუ არა მათი ზოგადი გეგმა. ანუ იპოვიდნენ თუ არა ცოცხალ არსებათა მთელი ამ მრავალფეროვნების უკან ერთგვარ გეგმას, ძვლების და ორგანოების განლაგებას, რომელიც გვაჩვენებდა, რომ ზოგიერთი ორგანიზმი ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან მათ, გარდა იმისა, რომ მსგავსი ორგანოები აქვთ, ძვლებიც ჰომოლოგიური აქვთ. როგორც ეს ძვალია, ამის ჰომოლოგი, ვეშაპის ძვალი ჩემი ძვლის. ასეთი ორგანიზმები მონათესავეები არიან, სხვები კი მეტნაკლებად გარდაიქმნენ, შეიძლება გაქრნენ ან შეიცვალნენ კიდეც. ამდენად კლასიფიკაცია ბუნებრივი მოვლენაა. ამ კლასიფიკაციის იდეა კი დარვინისთვის საფუძვლად იქცა. რას ნიშნავს სიტყვა მსგავსება სახეობათა მსგავსებაზე ლაპარაკისას? იქნებ იმას, რომ გადაშენებული ცხოველები დღემდე არსებულ ცხოველებს ენათესავებოდნენ. იქნებ ის ცხოველები კი არ გადაშენდნენ, არამედ ევოლუცია განიცადეს. მოგზაურობა გრძელდებოდა და დარვინის კოლექცია იზრდებოდა. ყოველი ახალი აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებდა. ფიცროის უჩვეულო ექსპერიმენტმა კი ახალი ეჭვები გააჩინა. ექვსი თვის განმავლობაში სანაპიროთა გულმოდგინედ ზომვის შემდეგ ბიგლმა სამხრეთ ამერიკის სამხრეთის კიდისკენ აიღო გეზი. კაპიტანი ფიცროი სამყაროს ამ უღიმღამო ნაწილში ექსპერიმენტის ჩატარებას, ანუ ცივილიზაციის შეტანის მიზნით, ქრისტიანული მისიის შექმნას აპირებდა. ამ კაპიტნისთვის ქრისტიანობა ცივილიზაციის სინონიმი იყო. დადგა დრო, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდნენ და აი, ახალი ეტაპი დაიწყო. კარგად მიიღებდნენ აქაურები ლონდონიდან ჩამოსულ ცეცხლოვანი მიწის შვილებს. შეძლებს ახალგაზრდა მისიონერი ისე მოიქცეს, რომ მიიღონ. ცეცხლოვანი მიწის პრიმიტიულ მკვიდრებთან შეხვედრის ამბავმა დარვინი შოკში ჩააგდო. როგორც გითხარით, ცეცხლოვანი მიწის პრიმიტიულ ხალხთან პირველი შეხვედრის მერე დარვინი გაოგნებული იყო. როგორ უნდა ებრძოლათ მათ გარემო პირობებთან, როცა ერთმანეთს ებრძოდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრის მერე თავდასხმის და გაძარცვის შიშით შეშფოთებულმა მეზღვაურებმა გადაწყვიტეს ბანაკი მათგან მოშორებით მოეწყოთ და კარგი დაცვა დაეყენებინათ. ვფიქრობ, ამ უკიდურეს რეგიონში ადამიანი უკეთესობისკენ ბევრად უფრო ნელა იცვლება, ვიდრე დედამიწის სხვა ნაწილში. თავის ბუნებრივ გარემოში ცეცხლოვანი მიწის მკვიდრი იმ გარეულ ცხოველს გავს, რომლისაც უნდა გეშინოდეს. ღამის პირველ საათამდე უნდა მედარაჯა. ამ ვითარებაში რაღაც საზეიმო დავინახე, უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა. ჩვენი წინაპრებიც ასე ცხოვრობდნენ. ცოცხალ არსებათა დაყოფა ადამიანებად და ცხოველებად ისეთი ჭეშმარიტება აღარ ჩანდა, როგორც თეოლოგები და ფილოსოფოსები ხატავდნენ. ადამიანები ასეთებად თავიანთმა გარემომ ჩამოაყალიბა. ინგლისში ფიცროის ჩაყვანილი ცეცხლოვანი მიწის მკვიდრნი დედოფალმა დაპატიჟა. აქ კი თავის ტომში ველურებივით ცხოვრობდნენ. რამდენიმე თვის მერე ფიცროი ბიგლით ცეცხლოვან მიწაზე დაბრუნდა, რათა ენახა მისიის საქმემ წინ როგორ წაიწია.
როცა ცეცხლოვან მიწაზე დაბრუნდნენ, მრავალი გეგმა ჩაშლილი ეჩვენათ. ჯერ ერთი ინგლისურ ყაიდაზე გადაყვანილი ადგილობრივები ნათესავებთან თავს უხერხულად გრძნობდნენ. მისია სრულიად განადგურებული იყო. მისიონერი ტიროდა, გემზე დაბრუნება უნდოდა. მისთვის იქ დიდხანს დარჩენა შეუძლებელი გახდა, რადგან ეშინოდა. ფიცროი აფორიაქებული იყო. მისიის წარმატებასთან დაკავშირებით ეჭვი თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ გამოთქვა, რაც ეს ეჭვი რეალობად იქცა. მარცხისთვის თვალის გასწორება კი მეტისმეტად გაუჭირდა. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. ბუნება დარვინსაც გაუფუჭდა. არადა იმხელა იმედი ჰქონდათ. ექსპერიმენტი კი ჩაფლავდა. ამ პრიმიტიულ ხალხთან შეხვედრის ამბავმა დარვინზე საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა. წლების მერე ის წერდა: ქედმაღლობის გამო ადამიანს საკუთარი თავი იმ არსებად მიაჩნია, რომლის შექმნაში ღმერთი უნდა ჩარეულიყო. ჯობდა ცოტა მოკრძალებული ყოფილიყო და თავი ცხოველის შთამომავლად ჩაეთვალა, რაც სიმართლესთან უფრო ახლოსაა. ახალი მეცნიერება, შედარებითი ანატომია, კოლონიების ტერიტორიებს სწავლობდა. იქიდან ასობით თავის ქალა ჩამოიტანეს, ადამიანების და დიდი მაიმუნების ნეშტთა კოლექციები. თავის ქალები ერთმანეთს ისეგავდა, გაჩნდა კითხვა, რა ადგილი უკავია ადამიანს სიცოცხლის ხეზე. ეს ადგილი იგივე არ არის, რაც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ტოტი რამდენიმე მილიონიდან, ან ათობით მილიონიდან, უпростоრად ტოტის დამაგვირგვინებელი კვირტი. და არც იგივეა, რაც იაკობის კიბის ბოლო საფეხური, რომლის ავლის მერეც ანგელოზებთან და ღმერთთან მოხვდები. დარვინის ზოგი თანამედროვე ამბობდა, ადამიანი მაიმუნის შთამომავალიაო, მაგრამ დარვინს არასდროს უთქვამს, რომ ადამიანი მაიმუნის შთამომავალია. მან უბრალოდ თქვა, ადამიანი სხვა პრიმატთა შორის ერთ-ერთი პრიმატიაო. დედოფალ ვიქტორიას ხელქვეითებისთვის დაუშვებელი იყო ადამიანის პრიმატთა შორის განთავსება და მაიმუნის ნათესავად გამოცხადება. ადამიანი თავის თავს მუდამ ცოცხალ არსებათა ხის წვერზე ათავსებდა. სად შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანის ადგილი ამ ახალ ევოლუციონისტურ პერსპექტივაში? ლაიფციგის მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში ანთროპოლოგები რამდენიმე წელი იკვლევდნენ დნმ-ს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ადამიანს და დიდ მაიმუნს. ჩემი გაგებით დარვინის ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ მისი აზრით ყველა თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმს საერთო წინაპარი ჰყავდა. მისი ეპოქის მერე მეცნიერებმა სიცოცხლის ხეზე სიცარიელის შევსებას სცადეს. აინტერესებდათ, როგორები იყვნენ გამორჩენილი ტოტები, რომელ ტოტზეა ადამიანის ადგილი და რამდენი ტოტია გათვლილი ამ პლანეტის ბინადარის სხვადასხვა ცოცხალი ფორმისთვის. ევოლუციას ყველაფერი განიცდის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი. უამრავი რამეა ისეთი, რაზეც არაფერი ვიცით. დღეს ეს სურათი აშკარად შეცვლილია. ახალმა სურათმა, რომელიც დნმ-ის წყალობით გენეტიკურ ანალიზს ეფუძნება, ადამიანის სხვა პრიმატთა შორის მოათავსა. ადამიანი და მაიმუნი მხოლოდ შორეული ბიძაშვილები არიან და საერთო წინაპარი ჰყავთ. ადამიანის გენეალოგიური ხე შეიძლება ხელახლა დაიხატოს და თანამედროვე ადამიანამდე მივიდეს. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნეანდერტალელის გარდა ჰომინიდებიც, ანუ ადამიანის მსგავსი მაიმუნებიც არსებობდნენ და დედამიწაზე ბინადრობდნენ. ამ ხეზე ადამიანის, შიმპანზის და ჯუჯა შიმპანზის 7 მილიონი წლის წინანდელ საერთო წინაპარს ვპოულობთ. გორილისა და ორანგუტანგის განშტოებები უფრო ადრე გაჩნდა. ანუ ადამიანი ვეღარ იტყვის, რომ ცოცხალ არსებათა ხისკენ წეროა. დარვინის ეპოქის მერე ადამიანთა რასების მიმართ ინტერესი გაიზარდა. შეიძლება თუ არა ადამიანთა რასებად კლასიფიცირება და თუ შეიძლება, როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული, ან როგორ ჩამოყალიბდნენ. გენეტიკის წყალობით დარვინის მოსაზრება ნაწილობრივ დადასტურდა. ახლავე აგიხსნით.
ვთქვათ, არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის, უпростоრად გვგონია რომ არსებობს. სინამდვილეში ეს განსხვავება მხოლოდ ფიზიკური სხვაობაა, რომელსაც ვხედავთ. სხვა განსხვავება ადამიანებს შორის არ არსებობს. მაგალითად ვიცით, რომ დნმ-ის მხრივ ადამიანები და შიმპანზეები 99%-ით ერთნაირები არიან. ორი ადამიანი კი 99.9%-ითაა ერთნაირი. ანუ ერთ ადამიანს მეორისგან დნმ-ის ერთი პაწაწინა ნაწილი ანსხვავებს. დარვინი ამ საკითხში მუდამ უკომპრომისო იყო. ევოლუციის პროცესი პროგრესის პროცესი არ არის. არ არსებობს ცოცხალ ორგანიზმთა მაღალი და დაბალი ფორმები. ევოლუცია მუდმივი პროცესია. ფიცროისთან საუბრისას ამ უხერხული საკითხის წამოჭრას დარვინი უკვე თავს არიდებდა. არასდროს არსებობდა უფრო მაღალი ან უფრო დაბალი. დიდხანს ვიფიქრე ამაზე და ახლა ძალაუნებურად ვთვლი, რომ პროგრესში არანაირი თანდაყოლილი ბუნებრივი ტენდენცია არ არსებობს. დარვინის აზრით, მეცნიერმა პასუხები კონკრეტულ სამყაროში უნდა ეძებოს და მათ საპოვნელად ღმერთს არ უნდა უხმოს. მისთვის ნათელი იყო რა ადგილი ეკავა ადამიანს სიცოცხლის ხეზე. მრავალი სახეობიდან მხოლოდ მან დააღწია თავი ოდესღაც მრავალფეროვან განშტოებას. ბიგლი სამხრეთ ამერიკის სანაპიროთა კარტოგრაფირებას აგრძელებდა. 1835 წლის თებერვალში გემი ჩილეს სამხრეთით ვალდივიაში შევიდა. დარვინი ნაპირზე გადავიდა, რათა საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი ექსკურსია მოეწყო. ანდების მაღლობებზე მან გაქვავებული ნიჟარები იპოვა. როგორ მოხვდა ნიჟარები ასეთ სიმაღლეზე? დარვინს არ სჯეროდა, რომ ისინი იქ ღმერთმა მეცნიერთა დასაბნევად მოათავსა. დარვინი ნიჟარებში ხედავდა იმის უდაო ნიშანს, რომ საუკუნეების წინ ანდები უფრო დაბლა იდგა, მერე კი ზევით ამოიწია, ან რაღაც ძალამ ამოწია. ხმელეთი ხომ თითქოს მუდმივ მოძრაობაში იყო. მისი ზოგი ნაწილი ზევით იწევდა, ზოგი კი ქვევით. სამხრეთ ამერიკის რელიეფი ძალიან აბნევდა. მთელი სამხრეთ ამერიკის კონტინენტი შეისწავლა. ცდილობდა გაეგო, რა იყო ასეთი რელიეფის ჩამოყალიბების მიზეზი. დარვინი და მისი თანაშემწე სიმს კოვინგტონი გარკვეული დროის მანძილზე ტყეში ეგზემპლარებს აგროვებდნენ. კოლექციები დარვინის დიდ გატაცებად რჩებოდა. დარვინი ყველაფერს აგროვებდა, რისი შეგროვებაც შეეძლო. განსაკუთრებით აინტერესებდა ენტომოლოგია, პეპლები, ხოჭოები, პატარა უხერხემლოები, თუმცა უფრო დიდი ძუძუმწოვრების შესანიშნავი კოლექციის შექმნაც შეძლო. პარალელურად შეეცადა მცენარეთა მაქსიმალურად დიდი რაოდენობა შეეგროვებინა. გარდა ამისა შეაგროვა მრავალი გეოლოგიური ნიმუში, ქვები, მინერალები, რათა იმ გეოლოგიური თეორიის მართებულობა დაემტკიცებინა, რომელსაც ემხრობოდა. მისი კოლექცია დიდი და მრავალფეროვანი იყო. სწორედ ამ დროს საქმეში ჩაერია მოვლენა, რომელმაც დარვინის ყველაზე მყარი რწმენა შეარყია. უზომოდ შეძრწუნდა, როცა მიხვდა, რომ ის, რასაც ჩვენ სტაბილურობის სიმბოლოდ ვთვლით და იმიტომაც ვამბობთ ხოლმე, მიწაზე მიდგას ფეხები, ან მყარად ვდგავარ მიწაზეო. მოკლედ მიხვდა, რომ
ეს სტაბილურობა მოჩვენებითია, დროებითია, რადგან ცხოვრებაში სტაბილური არაფერია. სამყარო ამ ქვეყნად ყველაფერ მყარის სიმბოლო ჩემ ფეხქვეშ ისე მოძრაობს, როგორც წყლის ზედაპირზე ხის ქერქი. გონება უსაფრთხოების არარსებობის უცნაურმა აზრმა წამში დაიპყრო. სხვა დროს ამ აზრამდე ფიქრის შედეგადაც ვერ მივიდოდი. ბუნების ძალა. აი რამ მოახდინა მასზე ასეთი შთაბეჭდილება. მით უფრო რომ გეოლოგიც იყო. ახლა უფრო სარწმუნოდ დაჩვენებოდა თავისი ზოგიერთი თეორია, რომელთა თანახმად დედამიწის ქერქი ზღვის დონესთან მიმართებაში მოძრაობდა. რელიეფთა უმრავლესობა კი დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგი იყო. ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც მათგან ჩრდილოეთით ქალაქ კონსეფსიონში ყველა სახლის ზევით აწია, ბიგლზეც იგრძნობოდა. ამან დარვინის გამოცდილებას ადამიანის ისტორიის განხრით სულ სხვა განზომილება მისცა. ჩვენ გავარვარებული ლითონის თავზე გაჩენილ მყიფე ქერქზე დავდივართ და გვგონია, რომ ბუნებას ან ბუნების ღმერთს დავაშოშმინებთ, მაგრამ ჩვენზე ბევრად დიდ რაღაცაში ვართ მომწყდეულნი. დარვინი ამას სამხრეთ ამერიკიდან წამოსვლამდე მიხვდა. შეიძლება მართლაც არსებობს რაღაც წმინდათა წმინდა, იმ რეალური სამყაროს მიღმა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. შიშის გრძნობის მიუხედავად, დარვინს წუთითაც არ დაუკარგავს იმით აღფრთოვანების უნარი, რომ დედამიწაზე ადამიანი არსებობს და რომ მცენარეებსა და ცხოველებს ასეთი ნაირგვარი ფორმები აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ თავის პირველ მეცნიერულ თეორიას დახვეწდა. ის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ. ახალი მოსაზრებები გეოლოგიასა და ხმელეთის მოძრაობაზე დარვინმა თავის დღიურს გაანდო. შეიძლება სწორედ მას შემდეგ გააცნობიერა, რომ სამყარო არასტაბილურია და რომ მისი საფუძველი გამუდმებული ცვლილებებია. სამხრეთ ამერიკის მერე ბიგლი გაემართა არქიპელაგისკენ, გალაპაგოსის კუნძულებისკენ, რომლებიც უცნაური იერსახით იყო ცნობილი. პირველი ნახვისთანავე კაპიტანმა ფიცროიმ ამ კუნძულებს ჯოჯოხეთური ადგილი უწოდა. დარვინი კი მოხიბლული იყო. კუნძულებზე ბინადრობდნენ არსებები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავდით. სწორედ აქ მოხვდა დარვინი ბუნების ისეთი ქმნილებების წინაშე, რომლებმაც 20 წლის შემდეგ ევოლუციის თეორიისკენ მიმავალ გზაზე მკვლევარს მნიშვნელოვანი ეტაპი გადაალახვინა. მიზეზი არქიპელაგის ჩამოყალიბება და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთისგან 60 კილომეტრით დაშორებულ კუნძულთა იზოლირება იყო. გალაპაგოსის კუნძულებზე დარვინი ნიმუშებს აგროვებდა, წარმოუდგენელ ეგზემპლარებს გაუჩერებლად ეზიდებოდა. თითქოს წყალქვეშ გაძლების იგუანისებრი უნარიც კი შეიძინა. ზღვაში რამდენჯერმე ყვინთავდა და ყოველ ჯერზე ინიშნავდა წყალში გაჩერებას რამდენი ხანი შეძლებდა. არქიპელაგის ეგზოტიკური ბუნება ხიბლავდა, კუნძულიდან კუნძულზე გადადიოდა, ჩვეულებრივ სკვინჩებს იჭერდა და მათ ფიტულებს ამზადებდა, თუმცა ჯერ გააზრებული არ ქონდა ეს პატარა ჩიტები მის თეორიაში რა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდნენ. დღეს მათ დარვინის სკვინჩებს უწოდებენ. მოგვიანებით დარვინმა გააცნობიერა, რომ ყოველ კუნძულზე სკვინჩის ოდნავ განსხვავებული სახეობა ჩამოყალიბდა. მათი ნისკარტების ზომა და ფორმა იმ კუნძულების მიხედვით იცვლებოდა, რომლებზეც თითოეული მათგანი იპოვეს. ერთი და იგივე სახეობის ეგზემპლართა სხვადასხვაგვარობის გაცნობიერება ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებაში დიდ გარღვევად იქცა. ეს ამტკიცებდა, რომ სახეობები უცვლელი არ არის. ეს ერეტიკული აზროვნება იყო. პროფესორები როზმარი და პიტერ გრანტები აქ 35 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ კუნძულ დაფნეს ყველა სკვინჩა დათვალეს, გაზომეს და სანიშნე რგოლები შეაბეს. დარვინი აქ ბიგლის კაპიტან ფიცროისთან და ორ თანაშემწესთან ერთად ჩამოვიდა. მაშინ სკვინჩის ბევრი ეგზემპლარი შეაგროვეს. დარვინმა ისინი აღწერა, მაგრამ იმ დროს ზუსტად არავინ იცოდა, რამდენი სახეობა არსებობდა. დღეს სხვა კოლექციების წყალობით ვიცით, რომ სულ ცოტა 12 არსებობს.
ზოგ კლასიფიკაციაში 14-იც კი ამითითებული, ზოგში კი 13. შეიძლებოდა ყოველ კუნძულზე ჩამოყალიბებულიყო ფრინველის ინდივიდუალური სახეობა, რომელიც იმ კონკრეტულ კუნძულზე არსებულ ცხოვრების პირობებზე იდეალურად იქნებოდა მორგებული. და თუ ხო, როგორ მუშაობდა მორგება შეგუების პროცესი. ინგლისში დაბრუნებული დარვინი ამ ფენომენს მას შემდეგ ჩაწვდა, რაც მიხვდა, რომ შეიძლებოდა ახალი სახეობები განმარტოვებულ კუნძულებზე ჩამოყალიბებულიყო. ამით სახეობათა ცვალებადობის საიდუმლო ამოხსნა. ბუნებრივი გადარჩევა მაშინ ხდება, როცა გარემო იცვლება. 35 წლის მანძილზე ამის მაგალითები ვნახეთ. პირველი 1977 წელს დიდი გვალვის დროს. მაშინ საშუალო ზომის მთიულების პოპულაცია სულ ცოტა 200 ჩიტით შემცირდა. როცა გადარჩენილები ვიპოვეთ და შევადარეთ იმათ, რომლებიც ვერ გადარჩნენ, მნიშვნელოვანი სხვაობა დავინახეთ. გადარჩენილებს უფრო დიდი და ძლიერი ნისკარტები ჰქონდათ. ეს საკვების მარაგმა განაპირობა. მათი საკვები მარცვლეულის დიდი ნაირსახეობისგან შედგება. თავიდან ყველა პატარა მარცვლებს ჭამდა. მაგრამ 6 თვის შემდეგ მხოლოდ უფრო მსხვილი და მაგარი მარცვლეულის გარკვეული მარაგი დარჩა. ასეთი მარცვლის გატეხა და იქიდან საკვების ამოღება მხოლოდ დიდი და ძლიერი ნისკარტის მქონე ჩიტებს შეეძლოთ. უფრო სუსტ ნისკარტიანი ჩიტები შიმშილით დაიხოცნენ. კუნძულ დაფნეზე სკვინჩების ნისკარტების რეგულარულმა გაზომვამ ბოლო 35 წლის მანძილზე მომხდარი ცვლილება ცხადყო. ახლა იმ სკვინჩებზე ბევრად პატარა ნისკარტები აქვთ, რომლებიც აქ 1973 წელს, ანუ იმ წელს ბინადრობდნენ, როცა გრანტებმა მათი გაზომვა დაიწყეს. ნისკარტის ზომა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ მოცემული თაობის და უფრო მოკლე ნისკარტიანი ინდივიდები გადარჩნენ, რადგან განსხვავებულ გარემოს უკეთ შეეგუვნენ. დარვინი მოგვიანებით მიხვდა, რომ ორსქესიანი გუნდების არსებობა ვარიანტებს წარმოშობს, რაც მთელ სახეობას ეხმარება. ანუ ვარიანტთა წყალობით სახეობა საჭიროების შემთხვევაში ცხოვრების ახალ პირობებს უმკლავდება და გადარჩენას ახერხებს. მაგალითად, როცა ჰავა საგრძნობლად იცვლება, სახეობის ის ინდივიდები, რომლებიც ახალ პირობებს შეეგუვნენ, გადარჩებიან. ანუ სახეობაც გადარჩება, რომლებიც ვერ შეეგუვნენ, დაიხოცებიან. ბუნებრივი გადარჩევა მუშაობს. ბუნებრივი გადარჩევა ცოცხალ არსებათა პოპულაციას ახალ გზაზე აყენებს. პროცესი, რომელიც დარვინის სკვინჩების მაგალითზე დავინახეთ, მხოლოდ სკვინჩებისთვის დამახასიათებელი არ არის. მას მცენარეებშიც ვხედავთ. სახეობებად ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ეს მოვლენა მცენარეებშიც მიმდინარეობს. შეინიშნება აგრეთვე ბაქტერიებშიც. მათ შტამებს შორის გენეტიკური მასალის გაცვლა ხდება, რის შედეგადაც იზრდება ნაირსახეობათა რაოდენობა, რომლებზეც მერე გადარჩევის პროცესი მოქმედებს. ეს პროცესი თვალში საცემია თევზებშიც, ქვეწარმავლებსა და პრიმატებშიც კი. რა იყო სახეობების საწყისი? დარვინისთვის ეს კითხვა ძირითად კითხვად რჩებოდა. თავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას სცადა, სახეობათა წარმომავლობას ეხებოდა. აინტერესებდა, როგორ გახდა სამყარო სახეობებით ასეთი მდიდარი და ბოლოს დაასკვნა, რომ ამ ყველაფერში მთავარი მოვლენა ევოლუცია იყო. ხოლო ბუნებრივი გადარჩევა მისი მექანიზმი გახლდათ და პოპულაციის 2 ან მეტ ჯგუფად გაყოფით 2 ან მეტ სახეობას გვაძლევდა. დარვინს თავისი მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად მრავალწლიანი კვლევა და მუშაობა დასჭირდა. მაგრამ საიდუმლოს 2 ძირითადი გასაღები უკვე ჰქონდა: ცვალებადობა, როგორც მოვლენა, და ბუნებრივი გადარჩევა, როგორც მექანიზმი. თავისი გამოცდილებით შეგულიანებულმა დარვინმა ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან განავრცო და განაზოგადა.
მაგრამ თან უკიდურესად დიდ სიფრთხილეს იჩენდა და ძალიან თვითკრიტიკული იყო. შეეძლო ხანგრძლივი დაკვირვება ეწარმოებინა და ყველაფერი ჩაეწერა. საბოლოოდ კი უამრავი რაოდენობის სახეობათა საკითხმა ისე გაიტაცა, რომ მთელი თავისი ყურადღება და მიწიერი ცხოვრება ამას მიუძღვნა. 1835 წლის 20 ოქტომბერს ბიგლი გალაპაგოსის არქიპელაგიდან გავიდა და ავსტრალიისკენ გაემართა. მას 18 გიგანტური კუმი ჰყავდა, მაგრამ არა შესასწავლად, არამედ იმისთვის, რომ ეკიპაჟს საკვები ჰქონოდა. წყნარი ოკეანის ქარებისა და ტროპიკული ზონის პირობებში გემი დღეში 150 მილს გადიოდა. ამ ხანგრძლივი მგზავრობის დროს დარვინს კვლევითი სამუშაოებისგან თავი არ აუღია. ინგლისში საკუთარი ნააზრევით სავსე 770 გვერდიანი დღიური ჩაიტანა, რომელსაც გამოქვეყნების მიზნით წერდა. როგორც ამბობენ, თავის მთავარ კატალოგში 3907 გამხმარი ეგზემპლარი და სპირტში შენახული 1529 სახეობა ჰქონდა აღწერილი, მაგრამ დარვინის სამუშაო დამთავრებული არ იყო. მოგზაურობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდა და კოლექციის სრულყოფაზე კვლავ შეუჩერებლად მუშაობდა. შეგროვილმა მასალამ საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინა თავისი დიდი თეორია, რომლის სრულყოფის პროცესი ძალიან ნელი იყო და რომელიც 24 წლის მერე გამოაქვეყნა. ნეტავ ხვდებოდა, რომ იმ თეორიას ფურცლებზე დიდი ხნის მერე გადაიტანდა. ჩემი თეორია პროგრესისკენ სulis მტკიცება ნამდვილად არ არის. ევოლუცია ამაღლებული მიზნისკენ არ მიისწრაფვის. ის არ გულისხმობს რაღაც შინაგან ძალას, რომელიც სრულყოფისკენ სულისთვის ირჯება. ორ თვენახევრის შემდეგ 1836 წლის 12 იანვარს ბიგლი სიდნეის უბეში გაჩერდა. ამ ახალგაზრდა კოლონიის 23,000 თეთრკანიანი მოსახლეობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა. იზრდებოდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფასიც. კატორღელები, რომლებიც ადრე მუშათა კლასის დიდ ნაწილს შეადგენდნენ, ახლა ახალგაზრდა მეწარმეები იყვნენ. მოსახლეობის ზრდაში მხოლოდ ადგილობრივები არ მონაწილეობდნენ და მათი რაოდენობა სწრაფად მცირდებოდა. დარვინი იმ დღესვე გადავიდა ხმელეთზე. გამყოლი აქაც დაიქირავა, სანაპიროს მოშორდა და კონტინენტის სიღრმისკენ გაემართა. გაიგო, რომ ოკეანიდან რამდენიმე დღის სავალზე იყო ხეობები, რომლებიც უნდა ენახა. ფრენკ ნიკოლასი, პროფესორი და ავტორი წიგნისა „დარვინი ავსტრალიაში“, დარვინის მიერ გავლილ გზებზე გაგვიწყვება. დაინახა თუ არა ეს არაჩვეულებრივი ხეობები, მაშინვე გაუჩნდა კითხვა, როგორ შეიქმნა ასეთი ხეობებიო. თავიდან ეროზიის შედეგი ეგონა. მერე კი ეჭვი შეეპარა. იმდენი დრო არ იყო გასული, რომ ეროზიას შეექმნა. თან უთხრეს, რომ ყოველი ხეობა ვიწრო ყელით მთავრდებოდა. დროის სიმცირის გამო ასეთი რამ შეუძლებელი იყო და დარვინმა თავის დღიურში ჩაწერა, დროის ფაქტორის გამო ეროზიის ცნება აქ სასაცილოდ ჟღერსო. მერე კი შეეცადა სხვა ახსნა ეპოვა. იცოდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში დანალექი ქანები წყლის ქვეშ იქნებოდა. ამიტომ იფიქრა, რომ ხეობები ტალღების წყალქვეშა მოქმედებამ შექმნა. მერე კი ხმელეთი ზევით ამოვიდა. თავისი დასკვნები გამოაქვეყნა, მაგრამ მაშინ მათ სისწორეში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული. რამ შექმნა ლურჯი მთები, ეროზიამ თუ მიწის საოცარმა ამოწევამ? ეს კითხვა დარვინს არ ასვენებდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ასეთი ხეობების შესაქმნელად 100,000 წელი იყო საჭირო. ეს მიწა იმ თარიღზე ბევრად ადრინდელი იყო, რომელიც თეოლოგებმა დაასახელეს და თქვეს, ქრისტეს შობამდე 4004 წლიდან არსებობსო. ბოლოს დარვინი დაუბრუნდა აზრს, რომელსაც თანამედროვე გეოლოგთა უმეტესობა იზიარებს და რომლის თანახმადაც ეს ხეობები დროის ძალზე გრძელი მონაკვეთის განმავლობაში მართლაც ეროზიამ შექმნა. დარვინმა გეოლოგიური დროის ხანგრძლივობა გააცნობიერა, რაც სახეობათა ევოლუციასთან დაკავშირებული მოსაზრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევოლუციაც დროის დიდ მონაკვეთს მოითხოვს.
ავსტრალიაში ყოფნისას დარვინის ყურადღებას მხოლოდ გეოლოგია არ იპყრობდა. მას ფაუნაც იზიდავდა და გულის წყდებოდა იმის გამო, რომ კენგურუ ვერსად ნახა. ადგილობრივ მკვიდრთა ხვედრი კი იქ გატარებულ დღეებს უმწარებდა. მათი ამოწყვეტა ხაზს უსვამდა სასტიკ სინამდვილეს. კოლონიათა გაფართოებას განადგურება მოჰქონდა. ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა, რომელსაც ვერაფერი ამართლებდა. რა სახეობის ცხოველია ადამიანი? ავსტრალიაში ცივილიზაციის ფასაც მიღმა იმალებოდა სასტიკი ბრძოლა, რომელიც ყველაფრით გავდა ჯუნგლების კანონს, შეჭამე ან შეგჭამს. დარვინმა წიგნებში ჩაწერა: ავსტრალიელ აბორიგენებს ამ ქვეყანაში არსებობის უფლება აღარ აქვთ. სამეცნიერო გაზეთის ერთ სტატიაში წერს, როგორც ჩანს, ადამიანთა სხვადასხვა სახეობა ისევე ექცევა ერთმანეთს, როგორც ცხოველთა სხვადასხვა სახეობა. ძლიერი აძევებს კლავს და სპობს თავისზე სუსტს. დარვინი ამას კმაყოფილებით არ ამბობს, უბრალოდ აღნიშნავს, რომ ბუნება ასე იქცევა. დარვინი მონობის წინააღმდეგი იყო. აშკარად, მაგრამ რადიკალურმა პოლიტიკურმა მოძრაობამ მისი თეორიები დაამახინჯა, რათა თავისი რასისტული თეორიების მხარდასაჭერ არგუმენტად გამოეყენებინა. ადამიანთა რასების წარმოშობასთან დაკავშირებით დარვინს ჰქონდა იმ ეპოქისთვის ძალზე ორიგინალური მოსაზრება, რომელმაც უწინდელი აქტუალობა ახლახან დაიბრუნა, მაგრამ ხსენებული მოსაზრება იმდენად რადიკალური იყო, რომ ვფიქრობ, დარვინი ერთადერთია, რომელიც მას და მის ასეთ რადიკალურ ფორმას იცავდა. დარვინი ფიქრობდა, რომ არსებობდა ადამიანთა მოდგმის საერთოობა და ერთიანობა, ანუ ადამიანებს ჰქონდათ საერთო წარმომავლობა და ერთნაირი ფიზიკური შესაძლებლობები. გარდა ამისა, უაღრესად მსგავსი იყო აგრეთვე მათი გონებრივი შესაძლებლობებიც. სამხრეთ ამერიკის და ავსტრალიის აბორიგენებთან შეხვედრებმა დარვინის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. არ ამგონია ველურ ადამიანსა და ცივილიზებულ ადამიანს შორის განსხვავების აღწერა ან დახატვა შესაძლებელი იყოს. ეს არის განსხვავება ველურ ცხოველსა და მოშინაურებულ ცხოველს შორის. 1836 წლის მარტში ბიგლი ავსტრალიის სანაპიროდან გავიდა. ამ მოგზაურობის მნიშვნელოვანი ეტაპი დარვინს წინელოდა. ორკვირიანი ცურვის შემდეგ ბიგლი ქოქოსის კუნძულებამდე, ანუ იგივე კილინგის კუნძულებამდე მივიდა. ინდოეთის ოკეანის თბილ წყალში, რომელიც ამ არქიპელაგს აკრავს, დარვინმა მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა აღმოაჩინა. წყალქვეშა სამყარო გონებაში ჩაებეჭდა. ვიდრე ფიცროი ლაგუნის რუკებს ადგენდა, დარვინი ნაირფეროვანი მარჯნებისგან შემდგარ კუნძულებს აკვირდებოდა. დღეს ამ მარჯნებს სკოტ სმიტერსი სწავლობს. ისინი ზღვის დონის მერყეობისა და წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მდიდარ წყაროს წარმოადგენენ. მე-19 საუკუნის დასაწყისი ენთუზიაზმით ნაკარნახევი კვლევების პერიოდი იყო. მით უმეტეს მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც მარჯნის ნახვა შეიძლებოდა. მაშინდელი ნატურალისტებიდან მარჯნის რიფების პრობლემებით ბევრი დაინტერესდა. მათი ცოდნენ და ესმოდათ, რომ მარჯნები უმეტესად წყლის ზედაპირთან ახლოს წარმოიქმნებოდა, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მარჯნის კუნძულები, ეს რგოლის ფორმის რიფები, ოკეანის დიდი სიღრმეებიდან ამოსულებს გავდა. ეს კი მკვლევარებს კითხვებს უჩენდა. როგორ ამოვიდა ეს რიფები ოკეანის სიღრმიდან წყლის ზედაპირამდე?
დარვინი ფიქრობდა, რომ ეს კუნძულები ნელ-ნელა იძირებოდა. მარჯნები კი იმდენით იზრდებოდა, რამდენითაც კუნძულმა დაიწია. თავისი თეორიის დასამტკიცებლად დარვინმა ოკეანის სიღრმე გაზომა. სამხრეთ ამერიკაში ყოფნისას დარვინი მიწისძვრას დააკვირდა და შენიშნა, რომ ადგილს პლაჟსა და ნაპირს შორის მოძრაობა და მაღლა აწევაც კი შეეძლო. მანამდე მან ზევით მთებზე ნიჟარები შეაგროვა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა ნიჟარები იმ სიმაღლეზე. სავარაუდო პასუხი ისევ და ისევ ნიადაგის აწევ-დაწევა იყო. მას გონებაში ჩაესახა აზრი, რომ დაწევა იმ ღრმულებმა გამოიწვია, რომლებიც აწევის შედეგად გაჩნდა და გაუჩნდა კითხვა, მარჯნის კუნძულები ამ პროცესმა ხომ არ შექმნა. დარვინის თეორია ნიადაგის დაწევის შესახებ უმეტესად ინტუიციით იყო ნაკარნახევი და ეფუძნებოდა დედამიწის ქერქის გამუდმებულ მოძრაობას, რომელიც დარვინმა მოგზაურობისას შეამჩნია. დღეს იმ ინტუიციას მეცნიერები ადასტურებენ. თუ დარვინის თეორიის საკმაოდ მარტივ მოდელს დავხაზავთ, ეს ხაზი ზღვის ზედაპირი იქნება. ეს მისი ფსკერი. ეს ცხელი წერტილი, რომლის თავზეც შესაძლოა ვულკანი გაჩნდეს. ვულკანი შეიძლება ზღვის ზედაპირზე ამოვიდეს და საფუძვლად გამოადგეს წყლის ზედაპირთან მყოფ მარჯნის რიფს, რომელიც აქამდე მოაღწევს და ვულკანის ფერდებს მიეკვრება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მარჯანი ასეთ რიფებზე ფეხს იკიდებს და იზრდება. როცა ქანი, რომელზეც ვულკანი წარმოიქმნა, ტექტონიკის კანონთა შესაბამისად თანდათან ცივდება და ქვევით მიიწევს, ვულკანიც უფრო დაბლა აღმოჩნდება. ამ დაწევის პერიოდში მარჯანი იზრდება და ქმნის ბარიერს, რომელიც შემდეგ ლაგუნას გარს ეკვრის. ბოლოს ვულკანი ზღვის დონეზე დაბლა ჩადის და წყლის ზედაპირზე მხოლოდ მარჯნის ბარიერი რჩება. და აი ვულკანმა ნელ-ნელა ჩაიწია, რიფი გაიზარდა და წყალში წრიული მარჯნის კუნძული დარჩა. ვულკანის ნელი დაწევა, რომელიც მარჯნის კუნძულის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, დარვინისთვის ხანგრძლივი გეოლოგიური პროცესია, მაგრამ იმის გაცნობიერებამ, რომ ის მიზეზი თუ მექანიზმი, რომელიც მისი თეორიის უკან იდგა და რომელიც ხანგრძლივი გეოლოგიური პროცესი იყო, ფარხმალი არ დააკრევინა. რაც მთავარია, უკვე იცოდა, რომ ამ ყველაფრისთვის დროის უდიდესი მონაკვეთი იყო საჭირო. ბევრად ხანგრძლივი ვიდრე ის, რომელსაც ბიბლიური განათლების მქონენი ასახელებდნენ და რომელიც სამყაროს შექმნის თაობაზე მათეულ ხედვას შეესაბამებოდა. ამასთან ეს ნელი დაწევა იყო მტკიცებულება, რომელიც ამყარებდა დარვინის ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მეორე ევოლუციის თეორიას. დარვინმა მარჯნის სხვადასხვაგვარი ნიმუში შეაგროვა. მარჯნის ბარიერულმა რიფებმა მას ხმელეთის დაწევის თეორია შთააგონა, მაგრამ სხვა მარჯანიც აინტერესებდა. ამიტომ მის ნიმუშს საკვირდებოდა, ხატავდა. საფიქრებელია, რომ მის გონებაში სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა აზრი, რომელმაც იმ მოგზაურობისას დაგროვილი ყველა აზრი ერთმანეთს შეადუღაბა. სიცოცხლის ხეს შესაძლებელია სიცოცხლის მარჯანი დაერქვას. დარვინის ჩანახატები მისი იდეების მომწიფების ნელ პროცესს ასახავს. ყოველი ესკიზი მისი ევოლუციის თეორიისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.
დარვინმა იცოდა, რომ ცუდად ხატავდა, მაგრამ მისი ნახატები, რომლებიც დეტალებს ასახავდა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. დარვინი საკმაოდ ადრე დარწმუნდა, რომ ბუნება მთლიანობაში არ უნდა აღვიქვათ. მას შესაძლოა არ უნდა აღვწეროთ ისე, როგორც ერთიანი, ერთგვაროვანი რაღაც. დარვინისთვის ქაოტური წანაზარდებიანი მარჯანი ევოლუციის სიმბოლოდ იქცა. სიცოცხლის ხის ტრადიციულ გამოსახულებაში ადამიანი ხის წვერზე იყო მოთავსებული. სიცოცხლის მარჯანი კი განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს. მისი ზრდა განვითარება ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი. ერთადერთი დანიშნულების ადგილი, მიზანმიმართულება არ არსებობს. ევოლუციას მიზანი არ აქვს. დარვინმა მარჯანი მთელი ბუნების სიმბოლოდ სამი მიზეზის გამო აირჩია. პირველი ის არის, რომ მომაკვდავი მარჯნის განშტოებებში გადაშენების გზაზე მყოფ სახეობათა შესანიშნავ სიმბოლოს ხედავდა. მეორე მიზეზი ის არის, რომ მარჯნის სტრუქტურა ერთადერთი მიმართულებით არ იზრდება. მარჯანი აგებულებით ბუჩქს უფრო გავს ვიდრე ხეს. მესამე მიზეზი იმის ფორმაა, რასაც მარჯანი ქმნის, მარჯნის რიფის. როცა ბიგლმა კილინგის კუნძულები უკან მოიტოვა, დარვინის ჩანაწერების წიგნა კი ახალი აზრებით იყო სავსე. 1836 წლის ივნისში ბიგლმა აფრიკის სამხრეთ კიდესთან კეთილი იმედის კონცხი გაიარა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ინგლისისკენ გზას დასდგომოდა, კაპიტანმა ფიცროიმ გადაწყვიტა ატლანტის ოკეანე გადაეცურა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე აღებული ზომები გადაემოწმებინა. ეკიპაჟი სამშობლოში კიდევ 4 თვე ვერ დაბრუნდა. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო გემმა გეზი ინგლისისკენ. დარვინი მამამისს დაპირდა, რომ სოფლის პასტორობაზე დაბრუნების შემდეგ დათანხმდებოდა, მაგრამ ბიგლით მოგზაურობამ მის გონებას გასაგებად უთხრა. შენი ნამდვილი მოწოდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და კვლევების ჩატარებააო. ზღვაში გატარებული რამდენიმე თვის მერე ბიგლზე ისევ მივიდა ფოსტა და დარვინს დის წერილი მიუტანა. უნდა გითხრა, რომ სახელი გაითქვი. შობა დღეს მამამ პროფესორ ენსლოუს წერილი მიიღო. პროფესორი უამრავი სახოტბო სიტყვით გამკობდა და აღნიშნავდა: ძალიან მიხარია, რომ მალე დაბრუნდება და ჩვენი დროის დიდ მეცნიერთა შორის თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებსო. მამას კამიდან არ ამდგარა, ვიდრე წერილი ბოლომდე არ ჩაიკითხა. დარვინმა ის რომ გაიგო, სიხარულისგან გაგიჟდა. მას ჯეროდა, რომ თავისი ახალი ცოდნის წყალობით ინგლისელ ბუნების მცოდნეთა საზოგადოებას აღადგენდა. იმ მოგზაურობაში ბევრი რამ ისწავლა. ამ ახალ ცოდნას კი ბუნებად მცოდნეობის ახალი სამყაროს კარი უნდა გაეღო დარვინისთვის, რომელსაც უნდოდა იმ სამყაროს სპეციალისტის სახით შეერთებოდა. –1836 წლის ოქტომბერს ბიგლი, რომელმაც 4 წელი და 280 დღე მსოფლიოს გარშემო ცურვაში გაატარა, ინგლისში ჩავიდა. დარვინი მაშინვე მუშაობას შეუდგა. მან ჯერ თავისი კოლექციები აღწერა, მერე ლონდონის საუკეთესო მეცნიერებს აჩვენა, სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაწევრიანდა. ახალი ნაცნობები გაიჩინა, მაგალითად გეოლოგი ლაიელი, რომელიც დაუმეგობრდა და დაქორწინდა. 1853 წელს დარვინმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ემა ვეჯვუდი. მალე წყვილის საცხოვრებლად ლონდონის სამხრეთით დაუნ ჰაუსში გადავიდა.
ჩარლზმა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. მან ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ამბობენ, მაშინ წესისამებრ ხელის თხოვნა ვერ მოახერხა და რამდენიმე თვის მერე ხელახლას თხოვა. მანამდე კი გონებაში ბუნებრივ გადარჩევასთან და გამრავლების გზით სახეობათა გადარჩენასთან დაკავშირებული აზრები უტრიალებდა. ემასთან ურთიერთობაში საკუთარ თავს ცხოველის მსგავს არსებად აღიქვამდა და ამ საკითხში განსხვავებას ვერ ხედავდა. მაშა სადამე შთამომავლობა უნდა ჰყოლოდა. მის შვილებს ან დედის თვისებები გადაეცემოდა, თან მამის. როცა საცოლეს არ შიყებოდა, მის რეაქციებს იწერდა. თუ ქალი წითლდებოდა, ამას მამაკაცის ერექციის ტოლფასად თვლიდა. მან საკუთარი ერექციები შეისწავლა და ცხოველისას შეადარა. ამდენად გასაგებია, რატომ ეწერა მისი დღიურის გარეკანზე პირადი. ეს ორი ორგანიზმი შთამომავლობის გაჩენისთვის ემზადებოდა. ამასთან დარვინს ემა გულით უყვარდა. ეს იყო ინტენსიური და შემოქმედებითი მუშაობის წლები. დარვინი დღიურებს წერდა, რათა თავისი პროგრესირებადი აზროვნების ჯაჭვს მიჰყოლოდა. მათში და პირად წერილებში ავტორის მნიშვნელოვანი მოსაზრებებია ასახული. დარვინი ამას გონების ამბოხებას ეძახდა, რაც მაშინ უჩვეულოდ უპატივცემულობად ითვლებოდა. ნატურალისტ ფილოსოფოსობა მისაღები იყო. შეგეძლო რაღაც აღგეწერა და მისი არსებობის მიზეზიც აგეხსნა. მაგრამ გამოცდილება უნდა გქონოდა და აზროვნების უფლება დაგემსახურებინა. დარვინმა კი თავისი თანამედროვეების აზრით მანამ დაიწყო აზროვნება, სანამ ამ საქმიანობაში ჩაბმის უფლებას დაიმსახურებდა. რითაც სახიფათო გზას დაადგა, ზოგიერთი იდეა რვეულს არასდროს გასცილებია. სადღაც დაწერა კიდეც, იმ რვეულებიდან პატარა ამონარიდებიც რომ გამომექვეყნებინა, ჯვარზე ცოცხლად გამაკრავდნენო. მეგობარ ჰენსლოუსთვის გაგზავნილ წერილში დარვინი წერდა: ახლა ჩემი თავდაპირველი აზრების სრულიად საპირისპირო აზრი მაქვს. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ სახეობები უცვლელი არ არის. ეს დანაშაულის აღიარებას უდრიდა. იმ პერიოდში მოღალატის აზრები უჩნდებოდა სამარცხვინო და შეიძლება ნაჩქარევიც. ამასთან ავადმყოფობა სულ უფრო და უფრო მეტად უძლიერდებოდა. ცოლი რომ მოიყვანა, უკვე ავად იყო. იმ ეპოქაში კი ასეთ ავადმყოფობას სიკვდილის მეტი არაფერი მოყვებოდა. ამრიგად ცოლის დაფეხმძიმება აუცილებელი იყო. სხვათა შორის ემა რამდენიმე თვეში დაფეხმძიმდა. მაშინ ფეხმძიმობისას სიკვდილის შემთხვევაც ხშირი იყო. ამდენად ეს ორი ცოცხალი ორგანიზმი გადაშენების ზღვარზე ცხოვრობდა და ამავე დროს ახალ თაობას სიცოცხლეს ჩუქნიდა. ეს საოცარი პასუხისმგებლობა იყო. დარვინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და თავადვე დაასკვნა, რომ მემკვიდრეობითი პრობლემა ჰქონდა. დარვინი დაუნჰაუსიდან იშვიათად გადიოდა. მართლა ბედნიერი იყო, როცა თავის სახლში ცდებს ატარებდა, სათბურსა და ბაღში მუშაობდა. შვილებიც მასთან იყვნენ. დარვინმა ოჯახი ცოტა მოგვიანებით შექმნა და გაუჩნდა შვილები, რომელთაგან რამდენიმე გარდაიცვალა. დარვინი თვითვეულის სიკვდილმა სულით ხორცამდე შეძრა. მაგრამ ერთ-ერთის დაკარგვამ განსაკუთრებით იმოქმედა. ბოლომდე მდგომარეობიდან ვერც გამოვიდა. ლაპარაკია მის 10 წლის შვილზე, ანიზე. გოგონა 10 დღეში საშინელმა დაავადებამ სიცოცხლეს გამოასალმა. ამ პერიოდში დარვინი მარტო იყო შვილთან. გვერდიდან არ მოშორებია. ანი იქცა იმ თბილი მემუარის მთავარ თემად, რომელიც დარვინმა მისი სიკვდილის მერე შექმნა და რომელშიც წერდა: როგორ შეეძლო ღმერთს ასეთი საოცარი, ასეთი უმანკო
ბავშვის შექმნა იმისთვის, რომ მერე ასე დაეტანჯაო. დარვინი სამუშაოში უფრო მეტად ჩაეფლო. მისი თქმით, ფაქტებით მდიდარი მილიონერი იყო. აზრს ეკითხებოდა ანატომებს, ბოტანიკოსებს, გეოლოგებს, ადგილობრივ მეცხოველეებს. ნაცნობ მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ინფორმაციას უგზავნიდნენ. ის თავის დიდ წიგნზე მუშაობდა. მისი თეორია გავრცელდა, მაგრამ თეორია ფაქტებმა უნდა გაამყაროს. და დარვინმა 1000 გვარი ცდა ჩაატარა. მაგალითად, როგორც შეეძლო იხვებსა და ბატებს ფეხებზე დამაგრებული მარცვლები გადაეტანათ. ხშირად ამბობენ, თავისი თეორია უფრო ადრე რომ გამოექვეყნებინა, სახელს გაითქვამდა. შეეძლო გამოექვეყნებინაო. ისტორიკოსთა წრეებში სერიოზულად კამათობენ იმაზე, თუ რა მიზეზით არ გამოაქვეყნა. ამბობენ, რომ უნდოდა თეორია უნაკლო ყოფილიყო. ის იყო კაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ ყოველთვის არსებობდა ახალი მონაცემი და ის მონაცემი შეიძლება სულ ახლოს იმალება. დარვინს კი უნდოდა, რომ საზოგადოებისთვის წარდგენისას მისი თეორია ყოველმხრივ სანიმუშო ყოფილიყო. ამდენად, რაც შეიძლება მეტი მონაცემი სჭირდებოდა, რადგან იცოდა, რომ მისი თეორია სახიფათო იყო. მრავალწლიანი მუშაობისა და უამრავი ჩანაწერის შემდეგ დარვინი იძულებული გახდა მარტო მუშაობას შელეოდა და თეორია გამოექვეყნებინა. ამასობაში ერთი მეცნიერი, ალფრედ რასელ უოლესი, მისი დასკვნების ანალოგიურ დასკვნებამდე მივიდა და ამის შესახებ დარვინს თავისი ხელნაწერი გაუგზავნა. მართლა გაოგნებული იყო. მაგრამ ბუნებაში მიმდინარე პროცესებს იმდენად მოსწყდა, რომ მისი გაოცება გასაგებია. ფაქტობრივად, უოლესის ნაშრომში ზუსტად იმ საკითხებზე ალაპარაკი, რომლებზეც დარვინი წერდა. ამიტომ დარვინმა თავიდან იფიქრა, რომ საკუთარ ნაშრომთან დაკავშირებულ ყოველგვარ პრეტენზიაზე ხელი ჩაექნია. რადგან უოლესმა ნარკვევი დაწერა და უეჭველი იყო, რომ მის გამოქვეყნებას აპირებდა. მეგობრებს გაგონება არ სურდათ, რომ უოლესის გამო დარვინს რაღაცაზე უარი ეთქვა. მან ხომ კვლევებს 15 წელი შეალია. დარვინს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მაგრამ ეს საქმე ლაიელს და ერთ მეგობარს, მკვლევარ ჯოზეფ ჰუკერს მიანდო. მათ დადეს შეთანხმება, რომელიც დარვინს უპირატესობის, უოლესს კი აუდიტორიის გარანტიას აძლევდა. ორივე თეორია მსმენელთა, ანუ სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წაიკითხეს. ჯერ დარვინის, რადგან პირველმა მან ჩამოაყალიბა. მერე უოლესის, ის, რომელიც დარვინს ფოსტით გაუგზავნა. სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით 1859 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. ხალხი ამ წიგნზე ერთნაირად კამათობდა როგორც კერძო კლუბებში, ისე სამეცნიერო წრეებში. მოხდა ის, რაც სამეცნიერო წიგნისთვის ძალიან უჩვეულოა. დარვინის წიგნი საჯარო განხილვის საგნად იქცა იმის გამო, რაც მასში ნახსენები არ იყო. დარვინის სახეობათა წარმოშობა არ ახსენებს ღმერთს და არ ლაპარაკობს ადამიანზე. ეს არის ორი სფერო, რომლის შესახებაც ყველას უნდოდა იმაზე მეტის გაგება, რაც იცოდა. ყველას აინტერესებდა, რას გულისხმობდა დარვინი. ბუნების შექმნის მართლა ათეისტურ თეორიას? მართლა იმას ამბობდა, რომ ყველა ადამიანი მაიმუნების შთამომავალია? დარვინის აზრით, ცოცხალ არსებათა ყველა სახეობას საერთო წინაპარი ჰყავდა.
იმის თქმა, რომ მცენარეები, ცხოველები, ადამიანები და ყველა ცოცხალი ორგანიზმი რაღაც მატერიის გადაადგილების გამო შეიძლება დროთა განმავლობაში ბუნებრივ ევოლუციას განიცდიდეს, საკმაოდ უსაფუძვლო ვარაუდად ითვლებოდა და საშიშად მიიჩნიეს. მაშინ საშიში ცოდნა და საშიში პოლიტიკა განუყრელი იყო. მეცნიერება, რომელიც აკრძალულ სფეროში შევიდოდა, პოლიტიკური ხდებოდა. ორგანიზმთა იმ დონემდე გარდაქმნა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ერთმანეთის შთამომავალ მცენარეებსა თუ ცხოველებს ბუნებრივი ევოლუცია განეცადათ. მოკლედ, ეს ყველაფერი პოლიტიკურად საშიში იყო, რადგან ფარულად, შენიღბულად ღმერთის არსებობას ან ღმერთის გამოცხადებას უარყოფდა. და თუ ღმერთი ან ღმერთისმიერი ზეშთაგონება გაქრებოდა, რა სასჯელის შიშით უნდა დაეკავებინათ საზოგადოება. წიგნის სახეობათა წარმოშობა და ევოლუციის თეორია მალე ეკლესიის ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. წიგნის გამოქვეყნებიდან 1 წლის მერე ოქსფორდის ეპისკოპოსმა სემუელ უილბერფორსმა დარვინს დებატები შესთავაზა და განუცხადა, რომ მის თეორიას გააცამტვერებდა. დარვინი ავად იყო, დებატებს ვერ დაესწრებოდა, ამიტომ მეგობარს ტომას ჰენრი ჰაქსლის სთხოვა ჩემ ნაცვლად დაესწარიო. ეს ორი ადამიანი ეკლესიასა და მეცნიერებას წარმოადგენდა და ამ ორი ბანაკის წარმომადგენლებმა სიმბოლურად იჩხუბეს. ალბათ საინტერესო დებატები ჰქონდათ. არ ვიცით, რომელ ბანაკს მიაჩნდა თავი გამარჯვებულად. არც ის ვიცით ეგონათ თუ არა დარვინის მომხრეებს რომ გაიმარჯვეს, ანუ ტომას ჰექსლიმ ეპისკოპოსი გაანადგურა თუ არა. გარკვეული დოკუმენტები კი გვაუწყებენ, რომ ეპისკოპოსის მომხრეების აზრით დებატებში ეპისკოპოსმა გაიმარჯვა. ეს იყო დიდი დღე მეცნიერების ისტორიაში, ან ზოგადად ისტორიაში. დღე, როცა სიმბოლიზმმა გაიმარჯვა. დღე, როცა სახეობათა წარმოშობის საკითხში ეკლესია მეცნიერებას დაუპირისპირდა. ის დიდი დღე ისე გვახსოვს, თითქოს ყველაფერში ჩაკირული იყოს. კამათი გამწვავდა და ეს დარვინს მთელი სიბერის მანძილზე თანსდევდა. საჯარო დებატები პოპულარულ პრესაშიც მოხვდა. სატირული ნახატების საშუალებით მკითხველებს დარვინის თეორიას გამარტივებული ფორმით უჩვენებდნენ. ბევრი ილუსტრაცია გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი ძალიან ცნობილია. მასზე ასახულია გორილა კისერზე ჩამოკიდებული პლაკატით, რომელზეც ვკითხულობთ მე ადამიანი და ძმა ვარ? ესე იგი, გვეკითხება, ვარ თუ არა თქვენი ოჯახის წევრიო? სამწუხაროდ ფართო საზოგადოებას ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. მან დაასკვნა, რომ ევოლუციის თეორიამ ადამიანი ცხოველის დონემდე დაიყვანა. ეს კი საინტერესო შეცდომაა, რადგან ზუსტად ისაა, რაც დარვინს არასდროს უთქვამს. დარვინის აზრით იერარქია არ არსებობს. ადამიანი სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე არც მაღლა დგას, არც დაბლა. ამ სატირულმა ნახატებმა დიდი გავლენა მოახდინა დარვინის თეორიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე. დედოფალ ვიქტორიას ყველა ხელქვეითი ვერ ცნობიერებდა, რა აზრი იყო ჩადებული ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციის თეორიაში, მაგრამ კარგად ხედავდა, რა იყო იმ ილუსტრაციებში ნაგულისხმევი. დარვინის წიგნის ბოლო წინადადება ცნობილი აშკარად არ არის. აი ისიც. განა ნამდვილი სიდიადე არძევს სიცოცხლის ასეთ ხედვაში. მაინც როგორ ხედვაში. აქ სიტყვა სიდიადე სამეცნიერო სიტყვა არ გახლავთ. სიცოცხლის და იმ მრავალფეროვან უნართა ხედვაში, რომელიც შემოქმედმა უბრალოდ სიცოცხლის ფორმათა მცირე რიცხვს, ან სულაც ერთ ფორმას აჩუქა, თან მაშინ, როცა ჩვენი პლანეტა, რომელიც მიზიდულობის უცვლელ კანონს ემორჩილება და თავის ორბიტაზე ბრუნვას განაგრძობს, ესოდენ მარტივი საწყისიდან წამოსულ სიცოცხლის ლამაზი და შესანიშნავი ფორმების უსასრულო რაოდენობას განვითარება არ შეუწყვეტია და ახლაც ვითარდება. წიგნს სახეობათა წარმომავლობის შესახებ მაშინ გავიგებთ, როცა ისე აღვიქვამთ, როგორც დიალოგს სამყაროს შექმნის ტრადიციულ ხედვასთან. ეს არის ბოლო დიდი ნაშრომი, რომელიც თეოლოგიასთან კამათში გამოსაყენებელ თავისსავე არგუმენტებს ეძღვნება.
დარვინმა ცხოვრება მუდმივ მუშაობას მიუძღვნა. ძალიან სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ნაყოფიერი და წარმატებული მწერალი იყო. იშვიათად მოგზაურობდა. მაღალი წრის შეკრებები არ უყვარდა. ცდებს ატარებდა და საათობით მუშაობდა საკუთარ ბაღში ან ლაბორატორიაში, თავის სახლში. დებატებში თავისი ნაშრომის გარშემო თითქმის არ ჩარეულა. საჯაროდ არასოდეს არაფერი უთქვამს თავის რწმენაზე ან რწმენის არქონაზე. ჩარლზ დარვინის ნაშრომი უდაოდ რევოლუციურია. მაგრამ თავად დარვინი რევოლუციონერი არ იყო. შეიძლება სწორედ ესაა მიზეზი, ამიტომ აპატია თვითეკლესიამაც. დარვინს ინგლისი აღარასოდეს დაუტოვებია. 73 წლისა 1882 წლის 19 აპრილს დაუნში თავის სახლში გარდაიცვალა. ის ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში დაკრძალეს.